გონია ძველ თაობას ახალი თაობა რატომ აღიზიანებს? ნუ ალბათ დროში განსხვავების გამო, მაშინ სხვა მენტალიტეტი იყო, ახლა სხვა მენტალიტეტია. სხვანაირად ვაზროვნებთ, განსხვავებულად ვაზროვნებთ და იცით არის ეგეთი მომენტი, რომ ახლა უკვე ჩვენი თაობა ცოტა რო იზრდება, მომავალი თაობის აზროვნება არ მოწონს ბევრ რაღაცაში, ძალიან ბუნებრივი რაღაცა არის. გქონია ინტერესთა კონფლიქტი ძველი თაობის წარმომადგენელთან? იცით, კი ხშირად, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ უფრო მივუდგე, ისე რომ მაგათ მენტალიტეტთან მიახლოებული აზროვნებით ვცდილობ, რომ ვისაუბრო. რა თემასთან დაკავშირებით იყო კონფლიქტი, შეგიძლია მითხრა? აი მაგალითად სექსუალური უმცირესობების გამო, აი LGBT-სთან აქვს ძალიან დიდი გართულება ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ მაქვს ძალიან ჩვეულებრივად აღვიქვამ, რავი 21 საუკუნეა და ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ნუ მაგრამ რას ვიზამთ, მათთვის ეს არასწორი არის და იცით მათი გაგება შეიძლება. როგორ გონია ძველი თაობიდან რა თვისება უნდა გადმოვიღოთ ახალმა თაობამ? ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ. უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ძველ თაობას ეს უფრო ქონდა ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს.